როგორი იქნება განაჩენი ალეკო ელისაშვილის მიმართ საქალაქოში ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ოცნების პროკურატურა პოლიტიკოს სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდების გზით ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობას ედავება. დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ბრალდებამ ვერაფრით დაადასტურა ამ ტიპის დანაშაულის უმთავრესი ნიშანი ტერორისტული განზრახვა. მათთვის პოლიტიკურ სარჩულზე მიუთითებს ისიც, რომ საქმეზე გამოძიება ჯერ სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ტერორიზმად გადააკვალიფიცირეს. ქეთი ნადიბაიძე გვერდება საქალაქოდან. ქეთი, რა ეტაპზეა ახლა პროცესი? დაახლოებით 1 საათია ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის ადვოკატი სასამართლოს მიმართავს დასკვნითი სიტყვით და ის მოსამართლის დარწმუნებას ცდილობს იმაში, რომ პროკურატურამ ამ საქმეს მიანიჭა არასწორი კვალიფიკაცია და რომ ბრალდება დაფუძნებულია ალბათობებზე და ჰიპოთეტურ მსჯელობაზე, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა და როგორ განვითარებულიყო პროცესები სამომავლოდ ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლოს კანცელარიის შენობაში განხორციელებული ქმედებების შედეგად და რომ ზიანი იქნებოდა დაახლოებით 25 მილიონი ლარი. ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს არის ალბათობის თეორიები, ჰიპოთეტური მსჯელობა და არ შეიძლება ადამიანი ტერორიზმის მუხლით გასამართლდეს ასეთ პირობებში. ეს არის ბოლო სხდომა, დაახლოებით 8 თვიანი განხილვები ამით დასრულდება. ალეკო ელისაშვილი დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დაუშვა, მას გაძევებული ყავდა ის სასამართლო სხდომებიდან, თუმცა დღეს ის ესწრება ბოლო სხდომას. ჯერჯერობით არ ვიცით მისცემს თუ არა იმის უფლებას მოსამართლე, რომ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლოს, თუ გამოიყენებს კვლავ მკაცრ ზომას და ამის შესაძლებლობას არ მისცემს. ნებისმიერ შემთხვევაში ალეკო ელისაშვილის სხდომაზეა და სასამართლოს თუ არ მისცემს მას საბოლოო სიტყვის სარგებლობის უფლებას, უკვე იმის ვალდებულება აქვს, რომ განაჩენს ბრალდებული პირადად დაესწროს და მოისმინოს. ელემენტარული სამართლებრივიანობის პირობებში მის მიმართ უნდა დადგეს გამომართლებელი განაჩენი. თუ ტერორისტული აქტის მცდელობა არ ყოფილა და არ შეიძლება ყოფილიყო ცნობილი, გაცილებით ლოგიკური სამართლებრივი კვალიფიკაცია იყო პირვანდელი კვალიფიკაცია, მათ შორის 10 თვის განმავლობაში კვალიფიკაცია მეორე საქმეზე წყალქვეშ აღებულ სუნის ნიმუშებს, რომელიც შეეხება და როგორც კი ალეკო ელისაშვილის გვარი გამოჩნდა, 10 თვის შემდეგ ქონების დაზიანების საქმე გახდა ტერაქტის საქმე. ეს არის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ტერორისტულმა აქტმა გამოიწვია 470 ლარიანი ზარალი და წყალქვეშ აღებული ნიმუშებით 10 თვის მერე უცნობი ძაღლების მიერ ადამიანი იყო იდენტიფიცირებული. ეს არის ნონსენსი, აბსურდი და პრეცედენტი თანამედროვე და არა მარტო თანამედროვე მართლმსაჯულების ისტორიაში. ბრალდება ეფუძნება მხოლოდ თეორიებს. ჩვენ მივმართეთ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს აღნიშნული კითხვებით, რა გამოიწვევდა ხანძარი სისრულეში რო ყოფილიყო მოყვანილი. პასუხი მივიღეთ, რომ ეს არის ჰიპოთეტური მსჯელობის საგანი და თუ ჰიპოთეტური აღნიშნული საკითხი და ბადებს ეჭვს, ქართული კანონმდებლობით ვიცით, რომ ყველა ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ანუ აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით გამომართლებელ განაჩენს, მინიმუმ კვალიფიკაციის შეცვლას, თუმცა რა თქმა უნდა ხლა ალექსანდრე ელისაშვილთან მქონდა გუშინ საუბარი, მას აღნიშნული მოლოდინი არ გააჩნია, რადგან ის თვლის, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბატონი გელაშვილი არ იღებს, გადაწყვეტილება ხდება მთავრობაში, რადგან ის არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი პოლიტიკოსი. ამ პირობებში ალეკო ელისაშვილის ადვოკატების ვარაუდი არის ის, რომ ეს არის პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმე და რომ დღეს ბრალდებული პოლიტიკოსი ისჯება მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე. ამაში დარწმუნებულები არიან და ეჭვიარეპარებათ ალეკო ელისაშვილის თანაპარტიელებს, რომლებიც სასამართლოსთან ელოდებიან დღევანდელ განაჩენს. ისინი ლაპარაკობენ ქართული ოცნების და პირადად მამუკა მდინარაძის პირად ანგარიშსწორებაზე და აცხადებენ, რომ ეს სამართლებრივ დეტალებშიც კარგად ჩანს, რადგან თავდაპირველად საქმე სრულიად სხვა შედარებით მსუბუქი კვალიფიკაციით იყო დაწყებული, მოგვიანებით კი მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ საჯარო პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და ტერორისტად გამოაცხადა ალეკო ელისაშვილი, ამის შემდეგ დამძიმდა მუხლი და ახლა ის ბრალდებული არის ტერორისტული აქტის მცდელობისთვის.
ეს საქმე უნდა შეწყვეტილიყო და დიდი გასამართლდეს ალეკო ელისაშვილი ნივთის დაზიანების მუხლით, რომელიც არის 200 ლარიანი ზარალის გამომწვევი. ამიტომაც ვამბობთ, რომ პოლიტიზირებულია მართლმსაჯულება და ამიტომაც ვამბობთ, რომ სასამართლო არის უსამართლო. არსებობს დაზიანებული კონკრეტული ადგილი, არ არსებობს დაზარალებული პირი, ამიტომაც ამ საქმეზე ტერორისტად ადამიანის შერაცვა და თან სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე თვეების განმავლობაში უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი პირების მიერ პირდაპირ არის მითითება სასამართლოსადმი, რომ ალეკო შეირაცხოს ტერორისტად და არ არის ეს ადამიანი ტერორისტი. აუცილებელია ან შეწყდეს, ან გადაკვალიფიცირდეს ნივთის დაზიანებით. პოლიტიკური შარშული აქვს, საქმის არსობრივი განხილვა სინამდვილეში არ ხდება. არავინ არ ცდილობს გამოიძიოს რამე არსი იმისა, რა შეიძლება მომხდარიყო ან არ მომხდარიყო. აქ არის ლაპარაკი ჩვეულებრივ საჩვენებელ 37 წლის რეპრესიებისთვის დამახასიათებელ თეატრალიზირებულ სპექტაკლზე, სადაც ერთადერთი მიზანი არის, რომ პოლიტიკური ვენდეტის მიზნით დასაჯონ პოლიტიკური ოპონენტი, გამოიყენონ მათ ხელს არსებული უკანონო ძალაუფლება და დასაჯონ პოლიტიკური ოპონენტი და გაანადგურონ ის თავიდან ბოლომდე. რამდენიმე თვის შემდეგ დღეს ბოლოს ხდომაზე მიეცა ბრალდებულ ელისაშვილს იმის შესაძლებლობა, რომ ხდომათა დარბაზში ენახა ოჯახის წევრები, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ის გაძევებული იყო სასამართლოს ხდომებიდან და ახლა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მას მისცა შესაძლებლობა, რომ დასწრებოდა ბოლოს ხდომას, თუმცა ჯერაც არ ვიცით მისცემს თუ არა საბოლოო სიტყვით სარგებლობის უფლებას, თუ ის დღეს ციხიდან გადმოიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მხოლოდ განაჩენის მოსასმენად. ამას გავიგებთ ცოტა ხანში, ამ წუთებში კი როგორც უკვე გითხარით, ბრალდებულის ადვოკატები მიმართავენ დასკვნითი სიტყვით სასამართლოს, საკმაოდ მძიმე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოლიტიკოს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.